მოვედი ჩემო მეგობრებო, მოვედი რომ ახალი ნიღაბი შემოგთავაზოთ. გავახაროთ ჩემი ასაკის ქალბატონები. ნიღაბს ბოტექს ნიღაბი ქვია, რომელიც შედგება ნატურალური პროდუქციით 4 ინგრედიენტისგან. მაშასე დავიწყოთ ჩვენი ინგრედიენტების არწყვა, რამდენი გჭირდება, ესენი არიან. ნახეთ, სიმინდის სახამებელი, ნატურალური თაფლი, საჭმლის სოდა, და ლიმონი. მაშ დავიწყოთ. სულ ყველაფერს დაგანახებთ. მე სულ ერთად ჩავყრი, პირველად ჩავყრი სხვა ინგრედიენტებს, რომ ბოლოს თაფლი დავამატო. აი უყურეთ. 1 კოვზი პირამდე ხის პატარა კოვზი სიმინდის სახამებელი. ეს ნახეთ რამდენია. ყურეთ, თლიანი კოვზი არ არის, ნახევარი კოვზი საჭმლის სოდა. ერთი კოვზი, უყურეთ რამდენია, თლიანი სავსე ნატურალური თაფლი. აი უყურეთ. ისე ჩამოვწურავ, ეგრევე თაფლს ვასხავ, უყურეთ. მაშას ჩვენი ნიღაბს შევურევთ ერთმანეთში კარგად ყველა ინგრედიენტებს და დავიწყებთ წასმას. არაჩვეულებრივი ნიღაბია. სათითაოდ გეტყვით, რომ ბოტექს ნიღაბი აგრეთვე სახეზე ექსპოლანციასაც აკეთებს. ეს ჩვენი ნიღაბი მკვდარ უჯრედებს აცილებს, რომ უფრო კარგად ისუნთქოს და სიბერისკენ არ წაგვივიდეს სახე, უკვე ასაკიან ხალხს. რაც კარგად დაამუშავებთ, აუცილებელია ამ ნიღაბის კარგად დამუშავება. და რატო? ეს ნიღაბი იმიტომ უნდა დამუშავდეს კარგად, რომ ამას საჭმლის სოდა ურევია და თუ რამე ნაწილაკები უფრო უხეშად დარჩა, ის სახეს გაგვიღიზიანებს. ამიტომ კარგად დავამუშაოთ და ასე გადავისვათ. სუფთა სახეზე ვიჩერებთ 20 წუთი და ვიბანთ თბილი წყლით. ამ ნიღაბის გაკეთება კვირაში 2ჯერ შეგიძლიათ. ისე რომ ცოტა დიდი შუალედები გაკეთეთ, კვირაში 2ჯერ, ახლა ზედიზედ არ შეიძლება ამ ნიღაბის გაკეთება, იმიტომ რომ გაგიღიზიანებთ კანს. ეხლავე დაგანახებთ მე როგორი მასა მივიღე, უყურეთ, ნახეთ. თუ ესეთი სულ ცოტა ხელად მოგეჩვენებათ და თქვენ ვერ წაისმევთ ამას და დრო არ აქვს თორე, რაც უფრო მეტხანს ერთმანეთში შეურევთ, უფრო სქელდება. ამიტომ აი უყურეთ, ნახეთ, რო არ დავიცადოთ დიდი ხანი, მე მხოლოდ სახამებელს ერთ ცოტას დავაყრი. მხოლოდ სახამებელს. სოდა კარგად გახსნილი მაქვს, თაფლი შერეული მაქვს, ლიმონი უყავით, ეცადეთ რომ ლიმონის კურკა რამე არ გაგიყვეთ და სახე არ გაგიღიზიანოთ. არაჩვეულებრივი ნიღაბია. ასანამ ამას დავამუშავებ და წავისმევ სახეზე, მინდა კიდე ერთი კარგი ნიღაბი შემოგთავაზოთ. იმას ვერ წავისმევ, ორს ერთად ვერ წავისმევ. აი ამ სეზონისთვის არის, ზოგს უჭრელდება სახე, არ მოსწონს. ამიტომ ძალიან კარგი არის წითელი პამინდორი. წითელი პამინდორი 1 ცალი ჩახეხეთ, გაწურეთ და შეურიეთ ბრინჯის სახამებელი. ბრინჯის სახამებელი არაჩვეულებრივი ნიღაბია. ეგ ნიღაბი დღე გამოშებითაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
მიაშველეთ სახე ყინულებს, ყინულები გააკეთეთ, ხილია, 1000-ნაირი ხილია, ჩაყარეთ სულ ყველაფერი, ამოჭრილ, მაცილის ამოჭრილები რომ არის, ჩაყარეთ, ცოცხლად ჩაყარეთ და ასხით დუღარე წყალი გააჩერეთ, გაცივდება და შედეთ მაცივარში, გაყინეთ და თითოეული კუბიკი გამოიყენეთ. მე გამეხარდება თუ ვინმე იხმარებს, შედეგს გაგვიზიარებს, როგორ მოუხდა. კისტითაც ისმევა, მაგრამ მე მაინც ფუნჯით მირჩევნია წასმა. დეკოლტეზეც ისმევა ეს ჩვენი ნიღაბი, გადასარევი ნიღაბია. დარჩება მაინც რაღაცა პატარა წვრილი დარჩება და სახეზე არ იხეხოთ, ნახეთ, ვიწყებთ ეკედან წასმას, უყურეთ. მე რომელიც დატესტილი არ მაქვს, თქვენ არ მოგაწოდებთ იმ რჩევებს. ეხლა თხელია და გაგიკვირდებათ, რატო კიდე არ ურევ მე სახამებელს. იმიტომ რომ ძალიან გაიჭიმება და არ მინდა მირჩევნია თხელი წავისვა, სახი არ დამიმძიმოს და ცოტა რომ შემიშრება კიდე გადავისვა. სულ ყველაფერს თქვენთან ერთად ვაკეთებ, ჩემო მეგობრებო, არაფერს რეკლამას არ უკეთებ, აბსოლუტურად რეკლამას არ უკეთებ. იცით, მე ვარ კოსმეტოლოგი ციცკა, ვარ გორიდან და იმ წუთში ემიგრაციაში ვარ იტალიაში. როგორც სხვა დატოვა ქალაქი, საყვარელი პროფესია და წამოვედი მეც ჭირების გამო ეთყობა, რაღაც გვიჭირდა, თორე ისე დალხინებული აქ არავინ არ მოდის. ამ ემიგრაციამ 6 წელი გავატარე ამ ემიგრაციაში. და გადავწყვიტე, რომ ამხელა პროფესია მაქვს. ამდენი ვიცი და მინდა რომ სხვასაც გაუზიარო. დავეხმარო სხვასაც, შევასწავლო სხვასაც ჩემი პროფესია. 62 წლისა ვარ და დიდი გამოცდილება მაქვს. გამოცდილება რო არა მქონდეს, ნამდვილად არ მოვკიდებდი ამ საპასუხისგებლო საქმეს. მაგრამ მე უფრო ონლაინ მეშინოდა, მე ონლაინ გამოსვლები და ის მეშინოდა, თორე აი როგორიც გინასახე ყოფილიყო, მე თვითონ კოსმეტოლოგიას რომ გაუწყე და იმ გამონაყარმა, იმ დაავადებმა შემაშინოს არა, იმიტომ რომ გამოცდილება მაქვს. ჩემი ლაივი, ჩემი ეს ვიდეო არ არსებობს, რომ ვიღაცას არ შეხვდეს. ვიღაცას კი არა ძალიან ბევრ შეხვდება. ჩემ მორჩენილ, ჩემ გახარებულ პაციენტებს შეხვდებათ და თავის გულში ჩაიხედებიან და იტყვიან, რომ მართალია. რამდენჯერ შემომთავაზეს ხალხმა, რომ მოდი გვასწავლე, გეხვეწებით, გვასწავლე. მაინც არ მინდოდა, იმიტომ მუშაობდი მარტო კინა კარგად და წასვლას არსად არ ვაპირებდი. რახან წამოვედი, მინდა რომ თავი დავახციო ამ ემიგრაციობას, მთელი სული და გული ჩავდე. დღე და ღამეს ვასწორებ. მით უმეტეს როგორი ძნელია, 2 ადამიანთან მუშაობ. 2 ადამიანთან. მე ჩემთვის დასვენება არ არის, დღე და ღამეს, ყოველთვის. ჩემ დასვენების შუადღეს, აი იმ წუთში თქვენთან ერთად ავარ და რჩევებს გაძლევთ. საღამოა მე თვითონ ვიმეორებ ჩემ ნასწავლ იმას, რომ მყარად ვიყო უფრო მეტად. არ შემიწყვეტია სწავლა, სულ ვსწავლობ და სულ ახალი რეცეპტებით, ახალი გამოცდილებებით მოვდივარ თქვენთან, იმიტომ რომ კოსმეტოლოგია ისეთი დარგია, რომ
პრაქტიკაც გასწავლის, მაგრამ მე რამ უნდა შემაშინოს, როგორიც გინდა, არასოდეს ფულის გულისთვის მე მაზის არ გამიყიდია, არც რეკლამა გამიკეთებია ჩემ მასზე, ჩემს რეკლამა რაში სჭირდება, გარციცის ხუთით დავიწყე, გარციცის ხუთს ეძახდნენ და დღესაც გარციცის ხუთით ვყიდი იტალიაშიც და საქართველოშიც. ამიტომ გპირდებით, ვინც გამომყვება, ვისაც ნამდვილად უნდა, ვინც მხოლოდ და მხოლოდ უნდა რომ კოსმეტოლოგი იყოს, მაგითი არაფერი არ გამოვა. თუ კი მე მაგალითად ერთი რო პირი გაუღიათ, იმ წუთში დამიჭერია ის რაღაც ახალი ამბავი, რომ ახალი რაღაცა, რომ ეს ახალია ჩემთვის და ტუში ჩამეფიქსირებია. იმიტომ მინდა რომ ჩემთვის მე რეკლამას არ გიკეთებთ, არავის არ გიკეთებთ, ჩემთვის პირველი სექტემბერში პირველი დახურული ჯგუფი იქნება ჩემი რეკლამა. მე გიწევთ, მე აგვისტოში დავდებ ლინკსაც, იქნება კვირაში 3 გაკვეთილი, თეორიული სწავლა, პრაქტიკული სწავლა და სახის მასაჟის ტექნიკები. ორენოვანი სერტიფიკატი მოგეცემათ და ჩემი საავტორო წიგნი, რომელიც გაყიდვაში არ იქნება. მანამდე დრო არის, დაფიქრდით კარგად, ვინცაც მართლა გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ პროფესიას ხელი მოკიდოს, ყველა იმ ხრიკებს შეგასწავლით, რა ხრიკებითაც მე მოვედი აქამდე, რა ხრიკებითაც მე თითოეული ბუსუსი მომისჩენია, რომ დანატოვარი არ დამიტოვია. მეც არაფერს, მე იმ წუთში ჩემს სახეს არ უჩივი. ერთი ყელზე მინდა ცოტა მიხედვა, ყელზე და ყელზე მე მასაჟი თქვენთან ერთად უნდა გავაკეთო. მაგისთვის დროს არ დავკარგავ. თქვენთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს და თქვენ დაინახავთ როგორი იქნება მერე. ამიტომ ვინახავ, ამიტომ არაფერს არ ვაკეთებ. დანარჩენი ჩემს სახეზე ვაკეთებ, თქვენთან ერთად ყველაფერს მიღაბია რა არის, ყველაფერს თქვენთან ერთად. ჩემ პროდუქციას ვისმევ, არავისი სხვა არ მომიხმარია, დღემდე ესია შემოგევლეთ და თუ რომელიმე გადაწყვეტავს, აგერ მე მზათავარ, რომ ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ და სრულყოფილი კოსმეტოლოგი გაქციოთ. და შეგასწავლოთ ის საიდუმლოები, რაც კოსმეტოლოგიაში არის. გემშვიდობებით, ჩემო მეგობრებო, ხედავთ როგორ იჭიმება სახე, თხილი მასა იმიტომ გავაკეთე, რომ ძალიან უცბად არ გაჭიმულიყო და არ დამძიმებულიყო სახე, გავა წუთები და ჩამოვიბან ნელთბილი წყლით. თვითონვე უნდა გაშრეს აუცილებლი, როცა სახე თვითონვე შრება, გაჭიმა მიდის და უფრო უკეთეს შედეგს ვდებთ. გემშვიდობებით, ჩემო მეგობრებო, სხვა ახალ რჩევების მოტანამდე.